დღეს გიორგობა 6 მაის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა ლოცვა აღევლინება. ხალხმრავლობა გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც გიორგობის დღესასწაულს მოქალაქეების ნაწილი ღამის თევით შეხვდა. გორელების თქმით, ეს დღე მათთვის განსაკუთრებულია და ყოველ წელს ტრადიციულად მოსალოცად გორიჯვარზე ადიან. გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება დღევანდელ დღეს და 23 ნოემბერს წმინდანის ბორბალზე წამების დღეს. დღევანდელი დღე ეს არის მოგეხსენებათ მისი თავისკვეთის დღე, წმინდა გიორგის თავისკვეთის დღე. დღეს აქ ჩვენ წმინდა გიორგის ტაძარში აღესრულა ღამისთევის მსახურება. აგერ მრევლი მოდის რაღაც თავის სათხოვარს ავედრებს წმინდა გიორგის, რადგან ვიცით რომ წმინდა გიორგი თავად არის ტყვეთა განმანთავისუფლებელი, გლახაკთა ხელისამპყრობელი, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ლოცვის მსწრაფ შემსვენელი და აი ადამიანები ავედრებენ. გორისთვის განსაკუთრებით ეს ასეთი მაღალ მთაზე აშენებული სალოცავი წმინდა გიორგის სალოცავი მრავლადაა საქართველოში, მაგრამ აი ეს სალოცავი განსაკუთრებულია. მთელი გორი და გორის რაიონი წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს ამოდიან ფეხით, ლოცულობენ და აქვთ იმედი, რომ ის შეეწევა საქართველოს და დადგება ის დღე, როდესაც იქნება ძლევა ის საკვირველი. საქართველოსთვის და ქართველი ადამიანისთვის წმინდა გიორგი ეს ყველაზე წმინდა სალოცავია. ყველა მართლმადიდებელს მთელი სულით და გულით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ვულოცავ და ვუსურვებ გაბრწყინებულ საქართველოში აღენიშნოთ ეს ძვირფასი დღე.